ეთერშია კურიერი 9 საათზე დიანა ჯოჯუასთან და ზაალუდო მაშულთან ერთად. მომდევნო 1 საათის განმავლობაში კურიერის გუნდი დღის მთავარი თემებისა და მოვლენების შესახებ საღამომშვიდობისა. გასაგები მიზეზების გამო დღეს კურიერი განსხვავებული ფორმატის გადის ეთერში და ამ გადაცემის მსვლელობისას ჩვენ ვახოსანაია ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში თავის სტუდიიდან, სადაც მას არაერთი სტუმარი ეყოლება. მართლაც კურიერის დროს არჩევანის სტუდიიდან მე ვახოსანაია ჩემს სტუმრებთან ერთად რამდენჯერმე ჩაგერთვებით გვეყოლება ბევრი სტუმარი თავის აზრს გამოთქვამენ როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. შეხვედრა შედგა, თუმცა შედეგი ჯერ უცნობია. მოთხოვნა თუ ულტიმატუმი ოპოზიციამ ნინო ბურჯანაძის კაბინეტი დატოვა და ახლა ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში აქცია რუსთაველზე არ დაიშლება, ასეთია პირობა. მიუხედავად ამისა, ხალხის რაოდენობა თბილისის მთავარ გამზირზე უკვე მნიშვნელოვნად შემცირებულია. ხელისუფლების პასუხი ფაქტობრივად ცნობილია, უმრავლესობა დიალოგისთვის მზად არის, თუმცა ულტიმატუმების გარეშე საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა შესაძლებელია, რაც შეეხება მთავარ მოთხოვნას არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას, ამ პირობას ხელისუფლება სავარაუდოდ არ დააკმაყოფილებს. რა ხდება მიტინგზე მას შემდეგ, რაც ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრა დასრულდა და პასუხიც უკვე ფაქტიურად ცნობილია. თამარ ბაღაშვილი საუბრობს პირდაპირ ეთერში. თამარ, გისმენთ. ამ თემში მომიტინგეებს სიტყვით მიმართავს დავით ბურჯანაძე, სახალხო ფრონტის ერთ-ერთი ლიდერი. ოპოზიციის წარმომადგენლები სულ რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს საგანგებო თათბირი, რომლის შემდეგაც უკვე მომიტინგეებისთვის გააკეთეს განცხადება და მოუწოდეს იმისკენ, რომ არც ერთი მიტინგის მონაწილე არ დაიშალოს. დარჩნენ აქ მთელი ღამის განმავლობაში და მანამ ვიდრე მათი ყველა მოთხოვნა არ შესრულდება. მიტინგის მონაწილეები აძლევენ კიდევ ერთ ღამეს მიხეილ სააკაშვილს მოსაფიქრებლად, იმისთვის რომ მან მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება დააკმაყოფილებს თუ არა ოპოზიციის მოთხოვნებს და ამის შემდეგ უკვე ყველა ეს 4 მოთხოვნა შეიცვლება ერთადერთი მოთხოვნით და ეს იქნება პრეზიდენტის გადადგომა, თუმცა მიტინგის მონაწილეები, აქციის მონაწილეები უკვე სკანდირებენ გადადექი, წადი. ეს ისმის სწორედ მიხეილ სააკაშვილის მისამართით სავარაუდოდ ეს მოთხოვნა უკვე დადგა მიტინგზე, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ასევე განცხადება გააკეთა ირაკლი წერეთელმა, რომელმაც დღეს ჯერ კიდევ შუა დღეზე მოითხოვა მიხეილ სააკაშვილის გადადგომა და ოვაციები მოყვა მიტინგის მონაწილეების მხრიდან. ამის შემდეგ ირაკლი წერეთელმა მიმართა მომიტინგეებს, რომ მისთვის გაურკვეველია, რას უჭერენ მხარს და მიხეილ სააკაშვილის გადადგომას თუ იმ 4 მოთხოვნას, რომელიც ოპოზიციამ დააყენა და რომლის შესრულებასაც ელოდებიან. ამის შემდეგ მან დატოვა მიტინგი და განაცხადა, რომ მხოლოდ მომიტინგეების მოთხოვნის შემთხვევაში დაბრუნდება აქ. მანამდე კი ოპოზიციის იმ ლიდერებმა, ვინც შეხვდნენ ნინო ბურჯანაძეს და დატოვეს ეს შეხვედრა, უკმაყოფილოებმა დატოვეს ეს შეხვედრა და ნინო ბურჯანაძეს გადასცეს მხოლოდ ის, რომ შეხვდებიან მიხეილ სააკაშვილს, განცხადებები უკვე მიტინგზე გააკეთეს. ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ჩვენ რჩებით აქ მანამ, სანამ სისხლი გვიდუხს. ჩვენ რჩებით აქ მანამ, სანამ ერთმანეთი გვიყვარს. ჩვენ რჩებით აქ მანამ, სანამ საქართველო გვიყვარს. ვინ ვის გადახავს, ნახავთ ჩვენ. ხვალ ისევე როგორც დღეს კიდევ ბევრი ქართველი გვჭირდება. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. მერწმუნეთ ხალხო, სულ რამოდენიმე დღე ნუ ვიშკარებთ. ძალა სიბრძნეშია, ძალა მოთმინებაშია. ბატონო პრეზიდენტო, ჯერ კიდევ გაქვთ ცოტა დრო ძალიან ცოტა. ეს ხალხი აქ დგას და თქვენი გადასაწყვეტი არის. თქვენ გინდათ იყოთ კიდევ ცოტა დრო ამ ერის, ამ ქვეყნის პრეზიდენტი და თუ არ მოусმენთ თქვენ ხალხს, მაშინ თქვენი გადაწყვეტილება იქნება, რომ აღარ იყოთ ბატონო პრეზიდენტო ამ ქვეყნის პრეზიდენტი. იფიქრეთ ამ ღამეს, გადაწყვიტეთ და შეიძლება ღმერთმა თქვენ გაფიქრებინოთ, რომ ეს ქვეყანა ღირსი არის, სხვა რამის. იმედი მაქვს და მე ამისთვის ამ საღამოს ლოცულობ. ჩვენ არ დავიშლებით მანამ და ჩვენ ვართ შეფიცულები ვართ ეროვნულად. ჩვენ არ დავიშლებით, სანამ ეს ხელისუფლება არ დაიწყებს შემოდნების შალაგებას.
ეხლა იქ თამაშობენ ბოკერია, სააკაშვილი, ნადირაძე, ბურჯანაძე, ძალიან სახიფათო თამაშებს თამაშობენ. აქ მთელი საქართველო დგას და მთელი საქართველოს სახელით მე უტრიალდები ბურჯანაძეს და ვაფრთხილებ. გამბატონო ნინო, გამოიგორდე ყურები. ჩვენ სააკაშვილმა მაშასე ოპოზიციის ნაწილი უკვე მოითხოვს პრეზიდენტის გადადგომას, ნაწილი კი ელოდება გადაწყვეტილებას ხვალ დილამდე იმისთვის, რომ ხელისუფლებამ დააკმაყოფილოს მათი 4 მოთხოვნა, თუმცა ყველა ლიდერი მოუწოდებს აქ შეკრებილ მომიტინგეებს, რომ არ დაიშალონ და გააგრძელონ აქციები მანამ ვიდრე მათი ყველა მოთხოვნა არ შესრულდება. დიდი მადლობა თამარ, პარლამენტის შენობიდან პირდაპირ ეთერში თამარ ბაღაშვილი საუბრობდა. ოპოზიციასთან შეხვედრა საღამოს 7 საათზე დაიწყო. მომიტინგეების მოთხოვნა იყო მოლაპარაკებები მხოლოდ ნინო ბურჯანაძესთან გამართული იყო მოთხოვნა დიალოგის დაწყების შესახებ პირველად მიტინგზე გაისმა და ოპოზიციამ ხელისუფლებას კონკრეტული ვადაც დაუთქვა. უმრავლესობისთვის ულტიმატუმი ისენით საუბარი მიუღებელია, მიუხედავად ამისა შეხვედრა მაინც შედგა. ოპოზიცია ახლა პასუხს კვლავ მიტინგზე ელოდება. როგორც ჩანს, სპიკერთან ოპოზიციის დელეგაციამ მხოლოდ საკუთარი პირობები წამოაყენა. მოთხოვნები არსებობს, ჩვენ გამოგვიშვეს აქ, რათა ჩვენ გვეთქვა ესა, გვეკითხა რა არის პრეზიდენტის პოზიცია და ის აქცია გრძელდება, არავინ არ მიდის არსად და გაგრძელდება, სანამ ამ მოთხოვნებზე არ მივიღებთ დაკმაყოფილებელ პასუხს. ჩვენ გავაცანით კიდევ ერთხელ ჩვენი მოთხოვნები, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პრეზიდენტმა, ჩააყენებს ახლა პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს კურსში და ჩვენ მივიღებთ პასუხს, არის თუ არა პრეზიდენტი მზად რომ დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნები. მანამდე აქცია გრძელდება ღამითაც, გრძელდება დღისთაც და არ დაიშლება მანამდე, ვიდრე ყველა მოთხოვნა 4-ი არ დაკმაყოფილებს. ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტთან ერთად მოიტაფირებს ალბათ და გადმოგცემს მათ საბოლოო პოზიციას. მე არ უსურვებდი მათ არაადეკვატური პოზიციის შენარჩუნებას. არავითარ კომპრომისებზე მათი მხრიდან საუბარი არ ყოფილა, მათ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაში შეიძლება სისტემასთან დაკავშირებით შეიძლება დიალოგი დაიწყოს. ეს არის გუშინწინდელი დღე. ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნები, რომლებიც ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. საარჩევნო სისტემის დემოკრატიულობა ჭირდება იმ პირობებში, თუ არჩევნები იქნება. თუ არჩევნები არ იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, როგორი საარჩევნო კოდექსი გვექნება. ამიტომ ჩვენ ვრჩებით ქუჩაში, მანამ სანამ არ მივიღებთ პასუხს ხელისუფლებისგან. პოზიცია არ ქონდათ და რა კომპრომისია ლაპარაკი. ჩვენ დიალოგისათვის ყოველთვის მზად ვიყავით და დიალოგის პროცესი არ შეწყვეტილა და დარწმუნებული ვარ, რომ კვლავაც გაგრძელდება. თუმცა დღეს გარკვეულწილად სიურპრიზი იყო ის, რომ ჩვენ მოვისმინეთ, რომ ადამიანები არ მოსულან ჩვენი აზრის გასაგებად, მათ აინტერესებდათ კონკრეტულად, რომ ჩვენ პრეზიდენტისათვის გადაგვეცა მათი მოსაზრება და პრეზიდენტის აზრი მოესმინათ მათ კონკრეტულ ვითარებასთან დაკავშირებით. მე მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და ნებისმიერი მოქალაქის აზრს, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ რომ არც ერთი ხელისუფლება, რომელიც თავის თავს საკუთარ ქვეყანას პატივს სცემს, გადაწყვეტილებას არ იღებს ულტიმატუმების ან მიტინგების ფონზე. გადაწყვეტილების მიღებისა და გადაწყვეტილების განხილვისათვის ერთადერთი სწორი გზა არის დიალოგი და არა ულტიმატუმი, ან თუნდაც მრავალრიცხოვანი მიტინგი. რაც შეეხება პოზიციას, მე ვფიქრობ, რომ პოზიციები ჩვენ საკმაოდ ნათლად დავაფიქსირეთ, თუმცა რატომღაც ითქვა, რომ ნათლად არ იყო ეს პოზიცია დაფიქსირებული. არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და სწორია, რომ არჩევნები ჩატარდეს დათქმულ დროს, ანუ შემოდგომაზე, რომლის ვადასაც ჩვენ აუცილებლად ბუნებრივია წინასწარ გამოვაცხადებთ. არჩევნები გარწმუნებთ ჩატარდება ქვეყანაში დემოკრატიულად, სამართლიანად და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ თავისი აზრი გამოხატოს ამ არჩევნებში და თავისი ხმით და თავისი არჩევანით მოიყვანოს ის ხელისუფლება, რომელიც მისთვის იმ პერიოდისათვის, ანუ შემოდგომისათვის იქნება მისაღები. ეს არის ჩვენი გუნდის პოზიცია, ეს არის პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც მე კიდევ ერთხელ ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე გადამამოწმე და შემიძლია გითხრათ, რაც შეეხება ცალკეულ საკითხებს, მათ შორის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, თუ ოპოზიციას ნამდვილად სურს დიალოგი, ჩვენ ეს დიალოგი დაწყებული გვაქვს და მზათა ვართ, რომ ეს დიალოგი გავაგრძელოთ. ჩვენ მქონდა ძალიან საინტერესო წინადადებები, რომელსაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვიხილავდით და ამ წინადადებების განხილვისათვის ჩვენ ნამდვილად მზათა ვართ.
თუ ბუნებრივია ამის სურვილი იქნება. თუ სურვილი არ იქნება, ჩვენ მაინც შევეცდებით მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ იქნება სწორი ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ხალხისათვის, იმისათვის, რომ არჩევნები ნორმალურ, სამართლიან დემოკრატიულ რეჟიმში ჩატარდეს. რაც შეეხება აქციებს, ბუნებრივია საქართველოში არის ადამიანთა ნაწილი და არც თუ ცოტა, რომელსაც ბუნებრივია ბევრი პრობლემა აქვს სამწუხაროდ, რომელსაც ბევრი რამ აწუხებს, მაგრამ თავარი არის ის, რომ არ მოხდეს ამ ადამიანების, გულწრფელი ადამიანების წუხილების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე არ ამგონია, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის დღეს ნომერ პირველი პრობლემა იყოს არჩევნები ჩატარდება აპრილში თუ არჩევნები ჩატარდება შემოდგომაზე. ადამიანებისთვის მთავარი გახლავთ ის, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რომ მათ არჩევანის უფლება აქვთ და ეს უფლება მათ აქვთ და ამ უფლების რეალიზებას ისინი მოახდენენ მაშინ, როდესაც კონსტიტუციურად ეს არის განსაზღვრული, ანუ შემოდგომაზე. და ნატო მახვილაძე პირდაპირ ეთერში ნატო რა განწყობა უმრავლესობაში შეხვედრის შემდეგ რა განცხადებებს აკეთებენ ისინი? შეხვედრიდან გამოსული უმრავლესობის ლიდერები განმარტავდნენ, რომ შეხვედრა არ წარმართულა დიალოგის ფორმატში, რადგან ეს თავად არ ისურვეს ოპოზიციონერებმა, მათ წამოაყენეს ულტიმატუმი და მოითხოვეს დაუყოვნებლივ მათი შესრულება, თუმცა რაზეც მათ თავიდანვე უარი მიიღეს. ჩვენ ყველანი გაკვირვებულები ვიყავით, რომ ის ხალხი არ მოსულა დიალოგისთვის, მოვიდნენ ულტიმატუმის გადმოსაცემად. ამდენიც არ უნდა ელაპარაკონ, მე რომ ეს არ იყო, სილონში იყო ესე თქვეს, რომ ეს ჩვენი არის ულტიმატუმი არის და გითხარით რას ფიქრობთ თქვენ და უბრალოდ გაგვაგებინეთ რას ფიქრობს პრეზიდენტი. ანუ ამ ხალხს დიალოგის სამწუხაროდ არ უნდა ჯერჯერობით მაინც. პარლამენტის დავამთავრებთ შეიძლება. პარლამენტის თავმჯდომარე მე მგონი ძალიან კაფიო თქვა. მე იცრუეს როგორც შევიათ სამწუხაროდ, რომ არ დააფიქსირეს კაფიო პოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეობა. ძალიან კაფიო დაფიქსირდა იქ პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით. ანუ სამწუხარო რომ ისევ ასეთ სიცრუის ტექნიკას ხმარობენ ჩვენი ოპონენტები, ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ნუ ნახოთ, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა რომ ჩვენ დიალოგისთვის ყოველს გახსნები ვიყავით და იქამდეც ასე იყო, მაგრამ ულტიმატუმის ლაპარაკი ხა არ გამოვა არც პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბუნებრივი არც პრეზიდენტთან და მთლიანად არც ამ გუნდთან. ვერ უსმინე, აი თუ დამიჯერებთ, ესე შევრცხვი და ვერ მოусმინე ბატონ ბადრის. თუმცა მოხარული ვარ, რომ ბატონ ბადრი მიხვდა, რომ იმ მეთოდებით როგორცაც ის იბრძოდა აქამდე, როგორც ცდილობდა და რასაც წარმატებით აკეთებდა ელცინის რუსეთში, აღარ გამოვა საქართველოში, რომ იყო რაღაც ოლიგარქი, მაფიოზი, რომ ბუჩქებიდან მარიონეტები მთავრობას მართავდნენ, სააკაშვილის მთავრობასთან, ქართული ხალხის ნების გამოხატულ ნებისმიერ მთავრობასთან ეს არ გამოვა და ეხლა თulis საჭიროთ რომ შემოვიდეს კონკურენციაში პოლიტიკურში. კი ბატონო, არჩევნები ჩატარდება და ვინც მოიგებს დემოკრატიულ არჩევნებს, ის იქნება საქართველოს ხელისუფლებაში. ძალიან გარკვევითი თქვა, რომ არჩევნების თარიღის გადმოწევაზე საუბარი არ არის, ყველაფერი დანარჩენზე არის დიალოგი და შეიძლება გაგრძელდეს, გაღრმავდეს და იყოს მათ მიერაც რაღაც წინადადებები შემოთავაზებული. ნამდვილად ასე იყო, არაფერი სხვა არ მომხდა, რომ უბრალოდ ულტიმატუმის ენით რაღაცა აპელირებით იმაზე, რომ ტემპერატურა მაღალია, ასეთ რეჟიმში გადაწყვეტილების მიღება ძნელია, ესე თქვა ამ შეხვედრაზე. სხვა მხრივ ხა ესეთი დამოკიდებულება, რომ რას ფიქრობთ ჩვენ იმის თაობაზე, რომ ხალხი ქუჩაშია, რა თქმა უნდა ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ეს ადამიანები სხვადასხვა პრობლემით არიან შეწუხებული და მათ აქვთ უფლება ამ პრობლემის გამოხატვის, თუნდაც ესეთი ფორმით, როგორიც მიტინგია, თუმცა საჭიროა, რომ მათ მხოლოდ აინტერესებდეთ ახლა არჩევნების ვადა. ასე რომ უმრავლესობა ოპოზიციის პირველი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, თუ როდის გაიმართება მეორე შეხვედრა ჯერჯერობით უცნობია. ის შეხვედრა გაიმართება იმ შემთხვევაში, როგორც უმრავლესობის წევრები განმარტავენ, თუ ოპოზიცია შეცვლის ტონს. პირდაპირ ეთერში ნატო მახვილაძე საუბრობდა, მადლობა ნატო. და ახლა კურიერი სიტყვას გადასცემს არჩევანს და მის წამყვანს ვახო სანაიას, რომელსაც უკვე პირველი სტუმრები ყავს ეთერში, ვახო გისმით. კიდევ ერთხელ მივესალმები მაყურებელს საღამო მშვიდობისა. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი არის დავით უსუფაშვილი, რომელიც ამ წუთებში იმყოფება საპროტესტო აქციაზე რუსეთის პარლამენტის წინ და ის პირდაპირ ეთერში გვერდება. ბატონ დავით, საღამო მშვიდობისა. შევეცდები ხმამაღლა ვისაუბრებ. ბატონ დავით, დღევანდელ შეხვედრას ნინო ბურჯანაძესთან თუ ქონდა რაიმე დადებითი მხარე, რა იყო ეს დადებითი მხარე, რა შედეგი მოიტანა დღევანდელმა შეხვედრამ და თუ ეცადეთ რომ დღევანდელ შეხვედრაზე გამართულიყო ის დიალოგი, რომელსაც ითხოვთ პრეზიდენტთან? ხადია ჩვენ ხოლმე დიალოგს ვიწყებთ. ჩვენი მოთხოვნები დღეს არ გაგვიჟღერებია მიტინგზე, ეს მოთხოვნები წერილობით ფორმით გადაეცა პრეზიდენტ
პრეზიდენტსაც და პარლამენტის თავმჯდომარესაც მათ ჰქონდათ სამკვირვაზე მეტი ვადა, რომ თავიანთი პოზიციები დაეფიქსირებინათ და დიალოგი შემოეთავაზებინათ. მათ ეს არ გააკეთეს. ჩვენ დღესაც წავედით ამ შეხვედრაზე, რომელიც ხალხატონინოდა ტახტა. ამაღამად მზადვართ ნებისმიერ დროს, ხვალაც მზად ვიქნებით და ჩვენ ვიქნებით მზად საუბრისთვის და დიალოგისთვის. ამასობაში ხელისუფლების პოზიცია, რომ ეს არის ულტიმატუმი, ეს არის მტკნარი სიცრუე. სწორედ ხელისუფლება, რომელიც 4 წლის განმავლობაში ულტიმატუმებით ელაპარაკება თავის ხალხს, ეს არის ხალხის მოთხოვნა, კანონიერი, კონსტიტუციური, სამართლიანი მოთხოვნა. ამასობაში მოთხოვნა, რომელიც არის საუკეთესო გამოსავალი ქვეყნისთვის და შესაძლოა პირადად სააკაშვილისთვის თუ კარგად დაფიქრდეს. ბატონ დავით, არჩევნების თემა არის ის თემა, რომელზეც შეთანხმება არის ძალიან რთული, როგორც ჩანს. ხელისუფლება ამბობს, რომ არჩევნები არ გაიმართება გაზაფხულზე, თქვენ ითხოვთ არჩევნების გამართვას გაზაფხულზე. ამასობაში ხალხი არის ქუჩაში. ერთგვარი ჩიხი ხომ არ შეიქმნა მთელი ამ სიტუაციიდან, რა არის გამოსავალი? ჩვენ ვითხოვთ არჩევნების ჩატარებას იმ ვადებში, რაც ეწერა კონსტიტუციაში. არჩევნების თარიღი არ უნდა იყოს დამოკიდებული არც პრეზიდენტის ნებაზე, არც ხალხის და არც ოპოზიციის. კონსტიტუცია და კანონები ამიტომ არსებობს. თუკი პრეზიდენტმა თავის თავზე მოირგო კონსტიტუცია და სწორედ მან ულტიმატუმი წაუყენა თავის ხალხს, როდესაც მე მინდა მაშინ ჩავატარებ არჩევნებსო, ამის დაშვება არ შეიძლება. ჩვენ ვითხოვთ ერთადერთ რამეს. საქართველოს უნდა იცხოვროს კონსტიტუციის ფარგლებში, კონსტიტუციურ ჩარჩოებში და ყველა პრობლემა მოაგვაროს ამ ფარგლებში. ბატონ დავით, თქვენი ოპონენტების საუბრობენ, რომ აქ ხალხს სხვადასხვა პრობლემები აქვს. ეს სწორედ სხვადასხვა პრობლემების ცივილიზებული გზით მოგვარებისთვისაა საჭირო დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ვადებში. სწორედ იმ უამრავი პრობლემის მოსაგვარებლად ის აქ ხალხია შეკრებილი. იმიტომ რომ თუ დემოკრატიული კონსტიტუციური გზებით ვერ ხერხდება ამ პრობლემების მოგვარება, მაშინ ხალხი ამ პრობლემების მოგვარებას იწყებს სხვა გზებით. ჩვენ ეს ვნახეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის განმავლობაში. რა შეიძლება იყოს ეს სხვა გზა, ბატონ დავით, თუ გაზაფხულზე არ დაინიშნა არჩევნები? ჩვენ არ გვინდა რომ ხელისუფლებაში მყოფი რამდენიმე ადამიანის პირად კეთილდღეობას გადაყვეს საქართველოს. ზოგიერთმა იცის რომ ვერანაირი სამართლიან არჩევნებში ვეღარ გაიმარჯვებს. ის არ იქნება ხალხის რჩეული. აი ამ რამდენიმე ადამიანის აი ამ ახირებას სურს პრეზიდენტს გადააყოლოს ქვეყანა. ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ, სანამდე ამას შევძლებთ. ჩვენ გვექნება დიალოგი ხალხთანაც, ხელისუფლებასთანაც, საერთაშორისო საზოგადოებასთანაც და მივაღწევთ ჩვენსაც რომ შვიდობიანი სამართლიანი გზებით მოგვარდებს ყველა პრობლემა. ბატონ დავით, როდესაც საუბარია ოპოზიციის მოთხოვნებზე, როდესაც საუბარია რომ ისინი არაფერს არ შეცვლიან, მაშინ იბადება ერთი კითხვა: ვისი და რისი მსახურია ეს ხელისუფლება? ვის და რას უსმენს? ხალხს არ უსმენს, ხალხს არ ეკითხება რა უნდა. ხალხის აზრი მას არ აინტერესებს. ეს დიდი ხანია დაამტკიცა მან 4 წლის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ მათ ამას გავაგებინეთ. აუცილებლად გავაგებინეთ. ბატონ დავით, ერთი შეკითხვა კიდევ სანამ დაგემშვიდობებოდეთ. დღეს მიტინგზე გამოჩნდა ბადრი პატარკაციშვილი. ის ამბობდა, რომ მისი გამოჩენა თბილისში გამოიწვევდა ვითარების კიდევ უფრო გართულებას, მაგრამ ბადრი პატარკაციშვილი მაინც ჩამოვიდა თბილისში. რა შეიცვალა ამ დღეებში? რატომ გადაწყვიტა მან მიტინგზე მისვლა? მე ვერ გეტყვით, როდის თქვა მან რომ ის ჩამოსვლა. რამდენიმე დღის წინ. მე არ ვიცი, მე ნამდვილად არ მომისმენია ეს, მე არ გავხდით საქართველოს რამდენიმე დღის განმავლობაში სწორედ ბოლოში. მერწმუნეთ რომ მან ეს თქვა. ბადრი პატარკაციშვილი არის საქართველოს მოქალაქე და მას აქვს სრული უფლება იყოს თანამონაწილე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების, მათ შორის პოლიტიკური პროცესების. რაც შეეხება ხელისუფლებას და მის დამოკიდებულებას ბადრი პატარკაციშვილისადმი, ისინი იყვნენ მასთან უაღრესად კეთილგანწყობილნი, სანამ იღებდნენ იმასაც მისგან სურდათ მათ, იღებდნენ იმას რომ ბადრი პატარკაციშვილს ქონოდა მათთან ასე ვთქვათ რაღაც სხვა განსაკუთრებული ექსკლუზიური ურთიერთობები. მე პირადად მინახავს ბადრი პატარკაციშვილის მოსასწრელში რამდენიმე მინისტრი და მერი, რომლებიც ელოდებოდნენ სხვადასხვა საკითხზე, სწორედ რომ ხელგაწვდილნი. ჩვენ ოპოზიცია, ხალხი გავართ ერთად და ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც შემოუერთდება ამ მოთხოვნებს, ამ აქციას ჩვენ მივესალმებით. ბატონ დავით, ბოლო შეკითხვა. ბადრი პატარკაციშვილი ხდება თუ არა ერთგვარად პოლიტიკური ლიდერი? მე მგონი ოპოზიციაში პოლიტიკური ლიდერების ნაკლებობას ვერ ხედავ. ნამდვილად ვერ ხედავთ, მაგრამ ბადრი პატარკაციშვილი თუ ხდება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები და ხალხი ლიდერად მას აღიარებს თუ არა, ეს ცოტა ძელი გზის გავლის შემდეგ ჩამოყალიბდება ხოლმე. ეს არ არის საუბარი არანაირ ლიდერზე. ჩვენი მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის გარეშე სწორედ იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ბელადების ხანა უნდა დასრულდეს და ჩვენ არ ვართ იმ ჭკუაზე, რომ მიშა შეიცვალოს
გრიშათი, დათოთი ან ბადრიტი. ასე რომ ბელადების დრო საქართველოში დამთავრდა. ძალიან დიდი მადლობა. ასეთ ლიდერად არც არავის თავმოუდგენია თავი და გურც ნურავის ელის ქართველი ხალხი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დავით უსუბაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში ის პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე იმყოფება ჩვენი მომდევნო სტუმარი არის უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საღამოშვიდობისა ბატონო გიგა საღამოშვიდობისა ბატონ გიგა თქვენ უსმენდით დავით უსუფაშვილს მან თქვა რომ არჩევნები აუცილებლად უნდა დაინიშნოს გაზაფხულზე თქვენი პოზიცია ცნობილია სად არის გამოსავალი მთელი ამ სიტუაციიდან ხალხი ქუჩაშია ხალხი რო ქუჩაში ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური მოვლენა დემოკრატიის პირობებში ამაში ეს უკვე მრავალგზის თქვა ჩვენი მხრიდან შვიდობიანი აქციები ნორმალური და მომავალში იქნება სხვადასხვა საკითხებზე მაგრამ ეხა ილუზია ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის რომ იქნებათ აქციით თუ აქციის გარეშე შეცვალონ კონსტიტუცია და გადმოიტანონ არჩევნები მათთვის რატომღაც ხელსაყრელ დროს და რატომ შეიძლება იყოს ხელსაყრელი ეს დრო ამაზე ვისაუბროთ რამოდენიმე წუთში თუ შეიძლება და ულტიმატუმის ენით უთხრან ხელისუფლებას რომელიც დემოკრატიული წესით არის არჩეული და რომელმაც სულ რაღაც ერთი წლის წინაც მოიგო დიდი უპირატესობით არჩევნები და მაშინ როცა არჩევნები ჩატარდეს სულ რაღაც ერთი წელიწადის შემოდგომაზე ანუ მათ მიერ მოთხოვნილი თარიღიდან რამოდენიმე თვეში არის აბსოლუტურად გაუგებარი და ითქვა ძალიან გარკვეული დღეს შეხვედრაზე და შეხვედრის მერეც რომ ასეთ ულტიმატუმებზე არანაირი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან საპასუხო არ გადმოითმება არის მრავალი სხვა საკითხი, ესეც ითქვა, რადგან დიალოგი ყოველთვის შესაძლებელია, ადრეც იყო შესაძლებელი და ჩვენ მრავალგზის წავს ვართ კომპრომისს. როგორ უნდა განიმუხტოს ეს სიტუაცია, ბატონო გიგა, ხალხი ქუჩაშია, მათ აქვთ მოთხოვნები, აგრძელებს საკუთარი აზრის თავისუფლად, მშვიდობიანად გამოხატვას, სანამდეც მათ ეს სურთ. ხელისუფლება შეიძლება მხოლოდ არჩევნების გზით საქართველოში ეს უკვე მყარი ტრადიცია დემოკრატიული არჩევნების გზით და აქ ჩემ წინ გამოსვლით საუბრობდა იმაზე რომ მათ იმედი არ აქვს გამარჯვებისო კი მაგრამ ეს ლოგიკა რომ ესე იგი არჩევნებამდე მოცდა არ უნდა და დღეს უნდათ რომ არიონ სიტუაცია რის ლოგიკა რაც უნდა იძახონ რომ ვითხოვთ 3 თვით ადრე არჩევნებზე ხო ფაქტია რომ ნებით თუ უნებლიეთ ეს არის მცდელობა რაღაც აჟიოტაჟის შექმნის და მორყევის სიტუაციის მით უმეტეს იმ ვითარებაში რომელშიც საქართველოს დღეს იმყოფება იმ საფრთხეების წინაშე რომ საფრთხეების წინაშე საქართველოს დღეს იმყოფება და იმ ფონზე როცა ირკვევა ხარ ამდენ წარუნო უარყონ რომ ამ მოძრაობის რეალური ლიდერი არის ადამიანი ძალიან საეჭვო რეპუტაციით წარსული და აწმყოთი ადამიანი რომელიც მიჩვეული იყო სწორედაც რომ აი აქ ლოზუნგი იყო საქართველოს პრეზიდენტის გარეშეო მიჩვეული იყო სწორედ სუსტი უავტორიტეტო კორუმპირებული ხელისუფლების პირობებში ჭრდილიდან მართვას მაფიოზური და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული მეთოდებით ადამიანი რომელსაც აქვს ძალიან რთული ურთიერთობა ჩვენ ჭრდილ მეზობელთან რომელსაც სურს რომ სავაჭრო კონდეს რუსეთთან უფრო მეტი ვიდრე დღეს აქვს და ყველაზე კაი სავაჭროა თუ ის აკონტროლებს საქართველოს. მე მგონი ყველასთვის გასაგებია რაზე აქვს საუბარი და გასაგებია იმაზე რომ ამ პროცესებში ინტერესი ბუნებრივი აქვს ჩვენ ჭრდილ მეზობელსაც და ეს არ იმალება იმ პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით რომლებიც ღიად არიან მათთან დაკავშირებული. მე ამით არ ვამბობ დავასრულებ თუ შეიძლება რომ სხვები ყველანი აქ ყველანი არიან რუსეთის აგენტები ეს ტრამე არც არ მithქვენს რომ არ რთულია ასე მაგრამ მე მგონი აქ პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან გარკვევით თქვა რომ არ ამგონია რომ თუნდაც ძალიან კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეებისთვის ამ ხელისუფლების მიმართ რაც დემოკრატიულ ქვეყანაში აბსოლუტურად ნორმალურია მიუხედავად იმისა რომ ჩვენ დიდი უპირატესობით მოვიგეთ არჩევნები იყო და არის ხალხი ვინც კრიტიკულად უყურებს ან ძალიან კრიტიკულად ხელისუფლებას არ ამგონია მათთვის იყოს პრინციპული 3 თვით ან 4 თვით ადრე ჩატარდება არჩევნები თუ 4 თვით გვიან დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება შემოდგომაზე და ქართული ხალხი გადაწყვეტს ვინ დარჩეს ან ვინ არ დარჩეს ხელისუფლებაში დღევანდელი შეხვედრის შესახებ მინდა გითხოთ თქვენ ესწრებოდით იმ შეხვედრას თქვით რომ ისინი ულტიმატუმის ენით გესაუბრებოდნენ უმრავლესობის წარმომადგენლებს თუმცა იმედი დაიტოვეს რომ თქვენ დაელაპარაკებით პრეზიდენტს. თქვენი აზრით პრეზიდენტი უნდა შეხვდეს თუ არა ოპოზიციას და რაზე შეიძლება მათ ისაუბრონ. გარდა ვთქვათ ამ ვადაღებული ვადამდელი არჩევნების გარდა. რაზე შეიძლება მათ ისაუბრონ. ხალხსაც თავისი მოთხოვნები აქვს კიდევ ერთხელ მინდა გავუმეორო. იმ ნაწილს ჩვენი მოქალაქეებისა, ვინც არის შეკრებილი და რომლის აზრის გამოხატვის პრეტენზიაც აქვს ამ პოლიტიკოსებს, თუმცა მე ჩემი მოსწრება გაგაცანით რომ ამ ხალხის მოთხოვნებში არ ამგონია რომ თავარი იყოს 3 თვით გადმოწევა. მაგრამ მათი გასარკვევი არის. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მართლა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს ულტიმატუმის სცენაზე საუბარი, სცადეს. იყო დიდი გაკვირვება, იმიტომ რომ ითხოვდნენ დიალოგს და შეხვედრას და მე მესმოდა ამ დღეებში საუბარი რომ დაგველაპარაკონ და ასე შემდეგ, რომ დაეხატა სიტუაცია, რომ ხელისუფლებას არ სურს ლაპარაკი, რაც რა თქმა უნდა არის სიცრუე. მაგრამ რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარე პირველ რიგში და ყველა ჩვენთაგან იყო გაკვირვებული, თქვენ რომ ჩვენ თქვენი აზრი არ გვაინტერესებს. მოვედით აქ რომ გადავცეთ პრეზიდენტს ჩვენი მოთხოვნები, ანუ ულტიმატუმი და ველით ძალიან სწრაფად პასუხს.
ჯერ ერთი ულტიმატუმის ენაზე საუბარი არ გამოვა ამ ხელისუფლებასთან ნამდვილად ქართული ხალხის ნების გამომხატულ ხელისუფლებასთან იმ ხელისუფლებასთან რომელიც წყვეტდა და გადაწყვეტს მომავალში ძალიან დიდ ამოცანებს ნაციონალურ ამოცანებს ჩვენი ქვეყნისთვის როგორიც არ უნდა იყოს მუქარები და მეორეც ერთი იმ საკითხებზე რაც ისვამენ პოზიციები მართლა წინასწარ ცნობილი იყო ასეთი ერთ-ერთი საკითხი არის ეს ვადამდელი არჩევნები და არჩევნების ვადის შესვლა სადაც ჩემი ოპონენტი წინ გამოსვლელი ცრუობდა პირდაპირ როცა იძახდა რომ კონსტიტუციურ ვადებში ვითხოვთო ჩატარებასო მე მინდა შევახსენო ყველას რომ კონსტიტუცია საქართველოსი დღევანდელი კონსტიტუცია ითვალისწინებს არჩევნების ჩატარებას სწორედაც რომ შემოდგომაზე არ მინდა ახლა ამ დეტალებში შევიდე ეს მე მგონია ძალიან მარტივი საკითხი არის პარლამენტის თავმჯდომარემ მათ შეხვედრაზეც გარკვევით უთხრა და შემდეგ უკვე საჯაროდ განაცხადა მით უმეტეს რომ შეხვედრიდან გამოსულებმა იცრუეს კიდევ ერთხელ თქვეს რომ გარკვევით არ ვითხრა ოპოზიციაო რაც კანარი სიცრუე იყო თქვა ეს რომ დიალოგისთვის ადრეც გზად ვიყავით აქციასთან ეს აფერკავშირში არ არის ეს ნორმალური დემოკრატიული პროცესი არის და უამრავი მაგალითი არსებობს როცა ჩვენ წავედით კომპრომისზე მაგალითად გამოდგება თუნდაც ბარიერის დაწევის საკითხი თუმცა ასეთ კომპრომისების დროს ჩვენ ოპონენტებს გქონდათ უცნაური თვისება რომ იძახდნენ რომ ეს აღარ გვაინტერესებს ანუ კიდე წინ მოდიოდნენ ანუ კომპრომისი მიაჩნდათ ხოლმე სისუსტედ ამიტომ ეხლა ძალიან მყარი პოზიცია ითქვა მშვიდობიანი მიტინგების რა თქმა უნდა სრული უფლება აქვს მაგრამ თუ იმეს ქონა ილუზია რომ ულტიმატუმებით მიიღებდა რამეს ღრმად ცდებოდა რა თქმა უნდა მიიღებენ უარს რაც შეეხება შეხვედრას ასეთი განწყობის ფონზე ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი რა თქმა უნდა მაგრამ ასეთი განწყობის ფონზე ეხლა ეს დიალოგი ჭალებში ჩვენი ოპონენტების როდესაც საუბრობდნენ და ეს შეხვედრა არ არის გულწრფელი სურვილი რომ რაღაც ნაბიჯები გადაიდგას ეს არის სურვილი კამპანიის ნაწილად წარმოშინდეს ეს რომ თქვან რომ აი ჩვენ კი ვსადეთ მაგრამ არ გამოვიდაო ანუ კამპანიის ნაწილია და რა თქმა უნდა ამიტომ არის მხოლოდ ფარისეული ბატონ გიგა ჩვენ შევეხოთ მე მინდა შევეხოთ ბადრი პატარკაციშვილის თემას უფრო მოკლედ ჩვენ დასაწყისში ვისაუბრეთ ამ თემაზე თელ ამ პროცესებზე ბადრი პატარკაციშვილის დღევანდელი გამოსვლა თბილისში დაბრუნება ლონდონიდან რა გავლენას მოახდენს მან თქვა სიტყვა და საუბრობდა ერთგვარად პროცესების განმუხტვაზე რატომ ჩამოვიდა პატარკაციშვილი დღეს 2 ნოემბრის აქციაზე მოგახსენებთ პატარკაციშვილი იყო მიჩეული და გრძნობდა როგორც თევზი წყალში თავს ელცინის რუსეთში როცა იყო კიდევ ერთხელ კორუმპირებული ორგანიზებულ დანაშაულზე კლანებზე დამოკიდებული სუსტი ხელისუფლება და ის იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი კლანის ერთ-ერთი ლიდერი იყო კანონზე მაღლა და ეს ძალაუფლების წყურვილი კლავს მას დიდი ფული აქვს და ფულით უნდა რომ იყიდოს ძალაუფლება ესე ქონა ელცინის რუსეთში მე წავიდა საქმე ცუდად რევოლუციამდე მას და მის თანაგუნდელებს სადაც ბევრი ორგანიზებული დანაშაულის ღირსეული ბჭყალებში წარმოადგენელი იყო ჰქონდათ ილუზია რომ ეს ქვეყანა შევარდნაძის სუსტი უსწორად კორუმპირებული უუნარო ხელისუფლების პირობებში მათ უვარდებათ ხელში და ძირითადად აკონტროლებენ კიდევაც რევოლუცია ვარდების იყო მისთვის შოკი სრული შოკი და ხა რამდენიც არ უნდა იცრუონ თურმე თუმცა ის ამბობს რომ აფინანსებდა ვარდების რევოლუციას რა თქმა უნდა ეს სიცრუე არის სრული ხა მე გაგახსენოთ ფაქტები გაიხსენეთ ედუარდ შევარდნაძის დიდი მადლობა პატარკაციშვილის და მისი ტელევიზიის მიმართ რევოლუციის წინა დღეებში გაიხსენეთ ვინ იყო მმართველის მოქალაქეთა კავშირის ახალი საქართველოს სის სათავეში და მის შემადგენლობაში ვაჟელ ერთქმედი ანუ ბადრი იყო სრულიად შეკრული ხელისუფლებასთან ეს არის სრული სიცრუე მისთვის ჩვეული სიცრუე გაიხსენეთ მემარჯვენეების საქციელი მის მიერ ბოლომდე კონტროლებადი ჯგუფის საქციელი რევოლუციის დღეებში ეს არის სრული სიცრუე ვერავის ვერ მოათხოვს მახსოვრობა ასეთი მოკლე არ არის ამიტომ რევოლუციამ ის შოკში ჩააგდო ამის შემდეგ მან დაიწყო შანტაჟის მეშვეობით მისი ტელევიზიის მეშვეობით და სხვა ბერკეტებით ასეთი ცდილობას ქონა ადგილი რომ დაეშინებინა ხელისუფლება სააკაშვილის ხელისუფლება და ყოფილიყო ესეთი კონტრაქტი რომ ის იქნება რეალური ბოსი ასე ვთქვათ ჭრილიდან ყოფი და ყველა მას უნდა გაუწიოს ანგარიში და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს როგორც კომერციული ეკონომიკური ისე პოლიტიკური და ქონეს შესაძლებლობა რომ იყოს დასული იმ თვალსაზრისით რომ ევაჭროს რუსეთს საქართველოს გადაწყვეტილებები ეს არ გამოვიდა და არ გამოვა არასოდეს და ეხლა ამ კაცმა გადაწყვეტა რომ სადოს ბედი გარდაუვალობისგან ღია პოლიტიკაში მოგზანდეს ბატონო იქნება არჩევნები და ჩვენ კარგად ვნახავთ ქართული ხალხი ვის და რას უჭერს მხარს ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის მე შეგახსენებ ჩვენი სტუმრები იყვნენ გიგა ბოკერია და დავით უსუბაშვილი მედროებით რამდენიმე წუთით გემშვიდობებით და კურიერში რამდენიმე სიუჟეტის შემდეგ ჩვენ კვლავ ჩავერთვებით პირდაპირ ეთერში დიდი მადლობა ეს იყო ვახოსანაია არჩევანის სტუდიიდან პარლამენტის შენობასთან დაგეგმილი აქცია დათქმულ დროს 2 საათზე მრავალჟამიერი და საქართველოს სიმნის შესრულებით დაიწყო. ტექნიკური ხარვეზების გასწორების შემდეგ კი უკვე ტრიბუნასთან ერთმანეთს გამოსვლელებით ცვლიდნენ. სწორედ მაშინ გაისმა ის 4 მთავარი მოთხოვნა, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას წაუყენა. პოლიტიკური ლიდერების გარდა დღეს რუსთავაზე შეკრებილ მოსახლეობას საზოგადოების ცნობილი სახეებიც მიმართავდნენ. გიორგი კეპულაძე საუბრობს პირდაპირ ეთერში.
მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეები დილიდან იკრიბებოდნენ, აქცია მაინც დათქმულ დროს 2 საათზე დაიწყო გაისმა ჰიმნი, თუმცა ტექნიკური ხარვეზების გამო აქციის დაწყება დაგვიანდა და სწორედ აქციაზე გაისმა დღეს ის 4 მოთხოვნა, რადგან ოპოზიცია 28 სექტემბრის შემდეგ საუბრობდა და ის მოთხოვნები, რომელსაც დღემდე ითხოვენ. ტექნიკური პრობლემაა, კეთდება გახმოვანება. 5 წუთში დავიწყეთ მიტინგს. წინასწარ გამოცხადებული აქცია ტექნიკური მიზეზების გამო 1 საათის დაგვიანებით დაიწყო. 2 ნოემბრის აქციის ორგანიზატორებმა შეკრებას საერთო სახალხო კრება უწოდეს და პირველი მოთხოვნებიც დააყენეს. არჩევნები აპრილის თვეში ცვლილებების საარჩევნო კოდექსში, კომისიების პარტიული ნიშნი დაკომპლექტება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მოთხოვნები მომიტინგეებს გია თორთლაძემ გააცნო. ეს იქნება გარანტი ჩვენი მომავალი გამარჯვებისა. მას აღარ აყავს მომხრეები. მომხრეები ყავს მხოლოდ ხალხს და ოპოზიციას. მოგესალმები, ჩემო კარგო ქვეყანო. მოგესალმები, თანოდაწმანო. მე მახსენდება 1990 წლის ფერისცვალების დღე. განაჩენი უკვე გამოტანილია. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. უნდა გავისტუმროთ პოლიტიკურ სანაგვეზე, ისე როგორც ბევრი გაგვისტუმრებია. ნიშნა ჩვენი ერთობისა და სიმტკიცისა. ყველა მუშტი შეკრული. ეს იყოს ნიშანი იმის, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლოთ ქვეყნის გათავისუფლებისთვის. დიახ, გათავისუფლებისთვის. იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლება ჩვენ ველაპარაკება როგორც დამკვირვებელი. პოლიტიკურ გამოსვლებს პერიოდულად ლირიული გადახვევები ცვლიდა. მიტინგზე ჯერ მრავალჟამიერი, შემდეგ საქართველოს ჰიმნი, მოგვიანებით კი 9 აპრილის ცნობილი სიმღერად შესრულდა. ეს დღე მომიტინგეებს ყველაზე მეტად ირაკლი წერეთლის გამოსვლამ გაახსენა. დავაგუგუნოთ, მამაო ჩვენო. წინააღმდეგ იყავთ, ლოცვა წავიკითხო. მამაო ჩვენო. გაუმარჯოთ საქართველო მოძებნაძეთა. საქართველო წალიერება გაუმარჯოთ. ეს გზა სიწმინდის, სიმართლის ძარღვით გათელილია. შეხარისკაცი ამდენი ხანი მე რომ გარჩიე. მამულის წმენის სადღეგრძელოდ რომ აგარჩიე. არ დაუტოვო საჯიჯგნად ერი ვიღაც ხაჩიებს. ან რა ერქვა იმ ფაბრიკას, თქვენ რომ ასე გაგთალათ, ზოგი მუნჯი, ზოგი გონჯი, ზოგი კიდე ცალთვალა. აქციის მონაწილეებს ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა და მიტინგზე მისულმა ცნობილმა სახეებმა მიმართეს. თქვენი სულით, თქვენი გულით, თქვენი სილამაზით და თქვენი ვაჟკაცობით უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში გამარჯვების დღე და მტრედები დაგწველებენ დილიდან თავზე. მეტი ადამიანია გამოსული. 100,000-ზე მეტი ადამიანი. და იცით რატომ? იმიტომ რომ ქართველი ერი შეიძლება პატიობდეს ბევრს ხელისუფლებას. შეიძლება აპატიოს პირადი საკუთრების წარსულს. შეიძლება აპატიოს ანაბრების დაუბრუნებლობა. შეიძლება აპატიოს პენსიების გაუცემლობა. შეიძლება აპატიოს ბევრი რამ. მაგრამ ღირსების აყრას და ჩვენი მიწაწილის გაყიდვას, ჩვენი ხალხის აყრას და გასახლებას ვერავის ვერ აპატიოს. მიშა, შენ თუ ერთი ნამუსი მაინც დაგჩენია, და თუ ბოლომდე უნამუსო არ ხარ. მოდი, დაგველაპარაკე, დათმე, შენი ქვეყნის საკეთი ვღეოთ. თორე რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი დავითაო. აქციას სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მომიტინგეები ესწრებოდნენ. საერთო სახალხო კრებაზე დღეს ირაკლი ბათიაშვილის მეუღლეც გამოჩნდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს ბათიაშვილის მიმართვა გააცნო. მხარდაჭერა აქციის ორგანიზატორებმა სხვა პატიმრებისგანაც მიიღეს. აი ამ წუთში დაირეკა ზარი ქალთა კოლონიიდან. ქალბატონები, რომლებიც იქ არიან, მთელი პატიმრები ქალთა კოლონიიდან გვესალმებიან და ჩვენთან არიან. სიტუაცია მიტინგზე ცოტა ხნით მაშინ დაიძაბა, როცა აქციის რამდენიმე მონაწილე პარლამენტის შენობის ბორდიურზე ავიდა. ინციდენტი სახელმწიფო დაცვის წევრების და ოპოზიციის ლიდერების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიტინგი კვლავ გრძელდება. ამ წუთებში გამოდიან ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინი როგორც აცხადებენ, მანამ სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნები, ისინი აქციას გააგრძელებენ, მიუხედავად იმისა, რომ ხალხის რაოდენობა შეთხელდა, რუსთაველის გამზირზე მაინც რჩება მომიტინგეები. ვადლობთ გიორგი, რუსთაველის გამზირიდან გიორგი კერპულაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. დღევანდელი მიტინგის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა ბადრი პატარკაცშვილი იყო. გუშინ ლონდონში გაკეთებული განცხადების შემდეგ ყოფილ ბიზნესმენს დღეს თბილისში არ ელოდებოდნენ. თუმცა მთავარ კითხვას მივიდოდა თუ არა იგი ოპოზიციის მიტინგზე 6 საათზე გაეცა პასუხი. დაცვით ალყას შემორტყმულმა პატარკაცშვილმა რუსთაველზე შეკრებულ მოსახლეობას მიმართა. დღეიდან უკვე ყველაფერი თავის ადგილზე ოფიციალურად ადგა. ოპოზიციონერი პატარკაცშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ. ბადრი პატარკაციშვილი რუსთაველზე საღამოს ზუსტად 6 საათზე მივიდა. ოპოზიციის ლიდერები მომიტინგეებს მოუწოდებდნენ, ოვაციით შეხვედროდნენ მას. მიტინგებში მონაწილეობით ვერ დავიკვეხნი. ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა ჭრდილიდან გამოსულმა პატარკაციშვილმა. მან ამჯერად აქციაზე დაადასტურა, რომ ოპოზიციისა და მისი აზრი ერთიანია. მე სულით და ხორცით ამერის შვილი დღეს სპეციალურად ჩამოვედი იმისთვის, რომ მეთქვა მადლობა ღმერთისთვის ამ ადგილიდან, რომ მან მომცა მეუფლება ძნელბედობის ჟამს ჩემი ხალხის გვერდით ვიდგე. ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ დაამტკიცა, რომ ის არის ბრძენი ხალხი. რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ყველა ვინც ვართ, შეწუხებული ვართ იმით, რაც ქვეყანაში ხდება. ძალიან ხომ კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ჩვენი სიბრძნე და მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რაცა ხელისუფლება წამოვიდეს დიალოგზე და ჩვენ პოლიტიკური იმ გზით, რომელიც ჩვენ დიდი ხანია დავგეგმეთ, მივახციოთ იმას, რომ ქვეყანაში მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც ხალხის ხელისუფლება იქნება. დღეს ყველაზე ნაკლებად ქვეყანას სჭირდება ბელადები. ჩვენ ერთხელ წელიწადში, ან რამოდენიმე წელიწადში ერთხელ გვეძლება საშუალება გამოვხატოთ ჩვენი აზრი და ჩვენ გვინდა ეს აზრი გამოვხატოთ კონსტიტუციურად. ამიტომ ჩემი მოთხოვნა უერთდება იმ მოთხოვნას, რომელიც კონსტიტუციურ ვადებში არჩევნების დანიშნვას ითხოვს. მე მინდა გითხრათ, ნამდვილად არ ვარ ადამიანი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს მიტინგებში მონაწილეობის მიღების. ვერ დავიკვეხნი ამით. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ჩემი დღევანდელი აქ მოსვლა გამოიწვია იმან, რომ მე მინდოდა თქვენთვის აქ თვალებში ჩამეხედა და მეთქვა, ხალხო, თუ კი ბადრი პატარკაციშვილს აქვს რაიმე ამბიცია, ეს არის ამბიცია იყოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ქართველი, ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყანაში რეალურად გავწყინებულ, აღორძინებულ, გაერთიანებულ
განვითარებულ საქართველოს ააშენებს. არ არის იმაზე დიდი თანამდებობა, ვიდრე თანამდებობა იყო რიგითი ჯარისკაცი შენი ქვეყნის მოსახლეობას შორის. მე არ მჭირდება არავითარი თანამდებობა ამ ქვეყანაში გარდა ამისა. მიყვარხართ ყველა და მიმაჩნია გვეყოფა სიბრძნე იმისათვის, რომ პოლიტიკურად მოუგვაროთ ყველა ჩვენი პრობლემა. საქართველო გაწყინდება, ამის იმედი გქონდა. ბალო. ხალხის გვერდში დგას. ალბათ ხალხის გვერდში არის და ხალხთან არის და სხვა რა გითხრათ. ბადრის ისეთივე რიგითი მოქალაქეა, როგორც ჩვენ და როგორც აქ ყველა მდგარი ადამიანი, ამიტომ მაგან მისი თქვა, მისი გააკეთა. მართლ პარტიას მიაჩნია, რომ ბადრი პატარკაციშვილი ხელქვეითი ოპოზიციის დახმარებით პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს. ის დადის მიტინგებზე, ის მიმართავს ხალხს, ის ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და როცა ეხა ესეთი ფიგურა ესეთ განცხადებას აკეთებს, ალბათ ვარაუდობს, რომ თვითონ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და თვითონ უნდა მართოს ეს ქვეყანა. ეს ლეგიტიმური განცხადება და კარგია, რომ სადღაც კულისებიდან კი და რაღაცა თოჯინებით კი არ განახორციელებს. ამას არავე თვითონ შემოვა ამ მოედანზე. რა აკავშირებს ამ ჩვენ პოლიტიკურ ოპოზიციის ამ ნაწილს კონსტიტუციაში ერთმანეთთან რა ღირებულებები? რეალურად და რაც თორეა ბადრისთან რა აკავშირებთ მისი ფულის გარდა. აი რა ღირებულებითი ერთიანობა აქვს ამ კაცის წარსულიდან და აწმუნდან რეპუტაციიდან გამომდინარე. ეს კითხვა პასუხგაუცემელი რჩება, უბრალოდ ერთ-ერთი პასუხი არის, რომ გამაერთიანებელი ძალა არის მისი ფული. პატარკაციშვილი ლიდერად უკვე აღიარა ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, მეორე კი მასში გარკვეულ სტიმულს ხედავს. რომ ქართულ ხალხს უფრო აქტიურად გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია, უფრო აქტიურები ყოფილიყავით პოლიტიკურად, ამდენს ვერ გაგვიბედავდნენ და აქამდე არ მივიდოდა ქვეყანა. ბადრი თუ მოვა, ძალიან კარგია, ხალხს შეძლებს მისი რაღაც ცდილობს რაღაც გაერთიანება შექმნას ოპოზიციური. მე ვაქნას. ხისი აზრი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე რა თქმა უნდა, გავერთიანდები და ვაღიარებ კიდევაც ლიდერად. ბადრი პატარკაციშვილი. დიახ, ღმერთმა თუ ინება, მაშინ ეს გამარჯვებასაც ნიშნავს, სადაც ბატონი ბადრი იდგომება. 2 ნოემბრამდე ბადრი პატარკაციშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ თბილისში არ ჩამოვიდოდა. რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენს მიაჩნდა, რომ მისი საქართველოში გამოჩენა სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავდა, თუმცა 2 ნოემბრის დილას ის უკვე თბილისში იყო. მე არ მინდა, რომ ჩემი ჩამოსვლით კიდევ უფრო მეტად დაუძაბო ისედაც დაძაბული მდგომარეობა. და ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ალბათ 2 ნოემბერს არ ვიქნები თბილისში. ბადრი პატარკაციშვილი მიტინგზე მისვლას რომ აპირებდა ამის ნიშანი რუსთავაზე დილიდან გავრცელებული ბუკლეტები იყო. არ შედრკეთ, შიში დაძლეულია. ჩვენ დავადექით იმ გზას, რომელიც დიდ წარმატებამდე მიგვიყვანს. ეს სიტყვები პატარკაციშვილის მიმართვაში ეწერა, რომელიც მან მოგვიანებით აქციაზე გამოსვლის დროსაც გაიმეორა. და რა ხდებოდა ოპოზიციის კულუარებში მიტინგის სველობისას ადგილი, სადაც პოლიტიკური პარტიების ლიდერები მიკროფონების გარეშე საუბრობდნენ და სამოულო გეგმებსაც აწყობდნენ. თუმცა იყო ხელისშემშელი ფაქტორებიც, მაგალითად პარლამენტთან საღამოს ამუშავებული შადრევანი და ირაკლი წერეთლის პირადი ტრიბუნა. მიტინგების ყველაზე სტაჟიანი პოლიტიკოსი აქციაზე საკუთარი ტრიბუნით გამოცხადდა და დილიდანვე საუკეთესო ადგილი დაიკავა. ლაშა კვესელაძე განაგრძობს თემას. დღეს ხალხი ყველაზე მეტად ტრიბუნასთან დადგომას ცდილობდა, თუმცა იქ ადგილი ყველასთვის საკმარისი ბუნებრივია ვერ იქნებოდა, ამიტომ ეს მცირე უთანხმოებების და შელაპარაკებების მიზეზის გახდა. დღეს მთელი დღე ჩვენ ოპოზიციის ტრიბუნის უკან გავატარეთ. ყველა ერთად უფლებებს სარგებლობ, ხო? მაშინ თქვა ჩვენს აქციის ორგანიზატორებს. მიუხედავად იმისა, რომ მიტინგის დაწყება 2 საათისთვის იყო დანიშნული, ბრძოლა პარლამენტის წინ ტრიბუნასთან პრესტიჟული ადგილის დასაკავებლად დილის 12 საათამდე დაიწყო. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერმა ირაკლი წერეთელმა კიბეებზე ხის ტრიბუნა დადგა და ვისთვის მიეცა სიტყვა ამის გადაწყვეტას თავად სცადა. მე ეხლა ეს ხალხი დამკვდარია, გაჭედილი და მოუწოდე და არ ჩადიან და ეხლა ცემას ხო არ დავიწყებდა ჭკობს ამაზე. ო, შენ რო ხარ გაიქნება. მე მომისმინე მოვიტანე დიდი ტრიბუნა და ტრიბუნაში არავის არ შეუშვებ რა. დანარჩენი ხო გarbijები ხო არის? განან უკვე ძმაო დილის 6-7 საათიდან და ბოლოს გადაწყდა, რომ შედგებოდა გამომსვლელების სია და ხალხი ადგილს გაათავისუფლებდა. ადგილი თოკით შემოისაზღვრა. მოგებიც მაგ მოტანილი გადამ 11 ვარ, ამოხოდით?
ეს მანამდე, სანამ ოპოზიციის დანარჩენი ლიდერები მოვიდნენ. გოგა ხაინდრავას ირაკლი წერეთლის ტრიბუნა არ მოეწონა. აციეთის არ გაფუჭდეს მიკროფონის ზემოთ ავწევთ განმოვიტანოთ მაგალითო 100 კაცი გავიყვანეთ არა მეძელი მიწალიანები აი ხო გავაგდე ხა ძალი აგინდა ეხა იმიტომ გეუნები კაცო შენ დარჩი და აჭერი გაუში რა რა ვერ გაიგებ მე ასე მიყვერე ხა იმიტომ გითხარი ადამიანები ტრიბუნასთან ორივე მხარეს ჯებირები ჩაიდგა, მაგრამ ამანაც არ უშველა. ხალხმა იმატა და ყველა შუაგულისკენ მიიწევდა. მიტინგის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს ტრიბუნის უკან ტერიტორიის დატოვებას თხოვეს. არც მინდა დარჩენა, მინდა კადრი გადავემა და გავდო. არა, ფოტოაპარატი არ არის. მომეც ერთი თეთრი ბაირაღი მე. აი დაიცალე რა. თეთრი ბაირაღები მიტინგის დაწყებამდე ყველა ლიდერმა მოიხვია. ეხა 1000 წალია და ხოლმე გასაკეთებელი 30,000 წალია კიდე მოიტანა. რაღაცებს მივსებ რა კიდე გთხოვენ. ტრიბუნის უკან თაბუკაშვილის 50 ნომრიდან გასახლებული მობინადრეებიც მივიდნენ და საპროტესტო აქციებში ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსებიც. ის ოჯახი კი, რომელმაც 2003 წლის 23 ნოემბერს დაბადებული შვილი ვარდების რევოლუციის მიტინგზე მიიყვანა და შვილთან ერთად ოპოზიციის მიტინგზე გამხმარი ვარდით მივიდა. ამასობაში პარლამენტთან შადრევანიც ამუშავდა. მარტინენკოს უხარით ეს აქედან ირთვება. ხელი შემშელია, როცა წყალს ჩაგირთავენ მიტინგზე, ხელი შემშელი არ არის, ეს ხეს ეთყობა სუბელიანის გადაწყვეტილია. ანუ უგულავასი სიღნაღიდან. ხინკლის ჭამის დროს გაახსენდა, რომ აქ ხალხი გაამწერა, ეთყობა ბატონ უგულავას და ჩართო აქ წყალი. წყალის ჩართვა შეიძლება, ეხლა აქ რომ ჩავარდეს ვიღაცა და მოიტეხოს კისერი, ვინაგებს მერე პასუხს. დღის ბოლომდე ვითარება ტრიბუნის უკან დიდად არ შეცვლილა. 5 საათამდე სიტყვით ოპოზიციის ლიდერები გამოდიოდნენ. 6 საათამდე ვაძლევთ დროს. თუ 6 საათამდე არ იქნება პასუხი მოცემული ჩვენ მოთხოვნებზე და ამ ხალხის მოთხოვნებზე, მე ამ ხალხის რისხვას გაცენ პასუხი თვითონ. მას შემდეგ რაც ოპოზიციის ლიდერები პარლამენტში უმრავლესობისთვის საკუთარი მოთხოვნების გასაცნობად შევიდნენ, ოპოზიციის ტრიბუნა აქციის მონაწილეებს დაეთმოთ. ეს ყველა შეკვესილაძე მადლობთ ლაში. და ჩვენ კვლავ არჩევანის სტუდიას უბრუნდებით, სადაც ჩვენი კოლეგა ვახო სანაია მუშაობს, ვახო გისმენთ. მე ვბრუნდები ჩემს მომდევნო სტუმრებთან ერთად პირდაპირ ეთერში, ახლა რუსთაველის პროსპექტიდან გვერდება გია ცაგარეიშვილი, რომელიც ამ დრომდე აქციაზეა. საღამო მშვიდობისა ბატონო გია. ცუდად მესმის თქვენი ხმა, ცუდად. შევეცდები უკეთესად გაგაგებინოთ, ოდნავ ხმამ ახლა ვისაუბრებ. ბატონო გია, თქვენ ოპოზიციამ დღეს მოახერხა შეხვედრა ნინო ბურჯანაძესთან. წარადგინეთ 4 მოთხოვნა. ხელისუფლებამ შეაფასა, რომ ეს არის ულტიმატუმი. სულ მიდის საუბარი დიალოგის აუცილებლობაზე, რომელიც გულისხმობს თავისთავად რაღაც დათმობებს. როგორ შეიძლება მიაღწიოთ დიალოგს იმავე პრეზიდენტთან, როდესაც დასწრებით მაგიდასთან, თუ ასეთი რამ მოხდა? რა დათმობებზე შეიძლება წავიდეს ოპოზიცია ან ხელისუფლება? მე ვერ გავიგე რა დათმობებზეა საუბარი. ჩვენ დასათმობი ჩვენ რა გვაქვს? ბოდიში მომიხდია, მაგრამ რა უნდა დათმოს ამ ხალხმა? ამ გამწარებულმა ხალხმა, რომელიც ათასობით მოვიდა დღეს რუსთაველის გამზირზე. რა გვაქვს ჩვენ დასათმობი? გაგცეს ვინმე პასუხი, არავინ არ გველაპარაკება. ადამიანებად არ გთვლიან, არც ჩვენ, არც ამ ადამიანებს, ამ მოქალაქეებს, ვის დღეს მოვიდან თბილისის ქუჩებში გაიჭედა რუსთაველი 150,000-ზე მეტი ადამიანი იყო მოსული. ეს არ არის ლიტონის სიტყვები. ეს დადასტურებული ციფრებია. რა აქვს ამ ხალხს დასათმობი? რაღა გვაქვს დასათმობი? თავსლაფი გვაქვს დასხმული, წართმეული საკუთრება, გაწყვეტილი ოჯახები, რა გვაქვს დასათმობი ხალხო? მხარეს ოპოზიციასაც რა გვაქვს? მე ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც ცუდად მესმის, მე გეტყვით ერთ რამეს რა. ჩვენ დასათმობი არაფერი არ გვაქვს. ეს არ არის ულტიმატუმი ჩვენი მხრიდან. ეს არ არის ულტიმატუმი ამ ხალხის მხრიდან. ეს არის მოთხოვნა ჩვეულებრივი, გამწარებული ადამიანების. ამ ადამიანებს არ ელაპარაკება არავინ. საქართველოს პრეზიდენტი არ ელაპარაკება ამ ადამიანებს. უმრავლესობის წევრები არ ელაპარაკებიან ამ ადამიანებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ ელაპარაკება ამ ადამიანებს. ამ ადამიანებმა მოახერხეს ის, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება უზურპაცია მოახდინეს საკანონმდებლო
სამართლო ხელისუფლების და 6-7-8 თვით გაიგრძელეს ბატონო გია, რას აპირებთ? აი თქვენ ოპოზიციის წარმომადგენელი, როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს? გამოსავალს რაში ხედავთ? ორივე მხარეს ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც გაქვთ მყარი პოზიცია, რომლის შეცვლა არ გსურთ. გასაგებია, ჩვენ წყობრად ჩამოვაყალიბეთ ჩვენი მოთხოვნები. მე მგონი გასაგებია მთელი ხალხისთვის, ერისთვის და ბერისთვის. გასაგებია ყველასთვის, ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის. ჩვენ რა გვინდა? ჩვენ გვინდა ერთი რამე, ჩვენ გვინდა თავისუფალი არჩევნები, სადაც ერთიანი სასტარტო პირობები ექნება ყველას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ყველა საარჩევნო სუბიექტს. ჩვენ აღარ გვინდა გიგა ბოკერეას სცენარები ცხოვრება. დაამთავრდა ბატონო გიგა თქვენი სცენარები ცხოვრება საქართველოში, დაამთავრდა. დავიღალეთ თქვენი დაწყობილი სიტყვა პასუხი, თქვენი დემაგოგიით. აღარ გჯერა ბატონო გიგა თქვენი. აღარ გჯერა ბატონო გია, გამოსავალს რაში ხედავთ? ბატონო გიგა, მოგმართავ თქვენ, დავიღალეთ ჩვენ. აღარ შეგვიძლია ესე ცხოვრება, გესმით? აღარ შეგვიძლია ესე. ფეხქვეშ გათელილია მთელი ქვეყანა. ხალხი წელში გაიმართა დღეს აქ. გაიმართა და ხვალ ორჯერ მეტი მოა ბატონო გიგა აქ ხალხი. სამჯერ მეტი მოა. სამჯერ მეტი მოა და მე მოგიწევთ ამ ხალხთან თქვენ საუბარი. ჩატარდა არჩევნები ადამიანები პოლონეთში, უკრაინაში. რა დაიქცა ეს წუთისოფელი იქ? დაიქცა უკრაინა, დაიქცა პოლონეთი. რა გჭირთ ადამიანებო, გამოფხიზლით რა ქვეყანაში ცხოვრობ? გამოხედეთ ამ გამწარებულ ხალხს. რა ნაჭუჭი ხარ ჩაკეტილი ისეთი რომ ვერ გატეხეთ ეს ნაჭუჭი. შეხედეთ თქვენ ადამიანებს, თქვენ მოქალაქეებს. ამ ადამიანებმა თქვენ ხო აგირჩიეს? რა გინდათ? სადამდე გინდათ იპარპაშოთ ამ ქვეყანაში? დაამთავრდა ეს, დაამთავრდა ჩემო მეგობრებო. როგორც ჩანს ბატონო თავიდან ცხოვრებას, ახალ ცხოვრებას ვიწყებთ. ძალიან დიდი მადლობა. ცხოვრების ფერხ როგორც ჩანს არის რაღაც ტექნიკური პრობლემებიც. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობის. ჩვენი მომდევნო სტუმარია ხელისუფლების წარმომადგენელი გივი თარგამაძე, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობის. ბატონო გივი, საუბრობთ გამოსავალზე, ყველანი ვეძებთ გამოსავალს, მათ შორის ოპოზიციაც და ამიტომ დათანხმდა ალბათ შეხვედრას ნინო ბურჯანაძესთან. თქვენ კონკრეტულად რაში ხედავთ ამ გამოსავალს? მე ვფიქრობ, არაფერი გამოსავალი განსაკუთრებელი საძებნელი არ არის, უბრალოდ ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე. თუმცა ეს შეკითხვა ჩდება წინა რესპონდენტს უსმენდით თქვენ? წინა რესპონდენტს მე უსმენდი და მე შემიძლია გითხრათ, რომ ბატონ საგარეშვილი ძალიან მტირალა გახდა საერთოდ ბოლო დროს. ეხლა იძახის რომ 150,000 კაცი მყავდა მიტინგზე და თან მოთქვამს მაინც. ეხლა რა უნდა 2 მილიონი კაცი უნდა ამ შემთხვევაში თუ რა. ჯერ ეს ერთი დავიწყოთ იქიდან რომ ეს ტყუილები ეხლა ისატყუებენ ვერ გავიგე საკუთარ თავს. ეგ საქმე ვიცი მოგეხსენებათ კარგად, იმიტომ რომ 98 წლიდან მაქვს ბევრი მიტინგის ორგანიზებაში მონაწილეობა მიღებული. დღეს იყო პიკზე დაახლოებით 25,000 კაცი. მაშინ როცა ისინი ბრძანდებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარესთან და იძახდნენ რომ მთელი საქართველო გვიდგას ეხლა გარეთ და 100,000-ზე მეტი კაცი და შემდეგ იყო 8,000 კაცი, ეხლა არის დაახლოებით 5,000 კაცი. ბატონ გივი, ხელისუფლება ამბობს რომ ის თითოეული მოქალაქის პრობლემებით ინტერესდება, როდესაც ამდენი ადამიანი მიდის, მათ რა თქმა უნდა, აქ მოთხოვნებია ამასთან. რა თქმა უნდა, მე არ ვამცირებ მნიშვნელობას 25,000 კაცის მიერ პროტესტის გამოხატვის. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა იძახონ, რომ იყო 150. იმიტომ რომ არ იყო, თქვათ, როგორც იყო, მე ხო არ ვამცირებ. არ იყო ნაკლები 25,000-ზე და მეორე ტყუილი ხა კიდე რას სამობს, რომ აი გვინდა ჩვენ ულტიმატუმი არ არის ეს, მოდიან იძახიან ულტიმატუმი არ არის და დებენ პირდაპირ ულტიმატუმს. უბრალოდ წინ სარტი აქვს, რომ ეს ულტიმატუმი არ არის. ხა ჩვენ სულელები ხო არა ვართ, ვიცით რა არის ულტიმატუმი და რა არ არის. ამიტომ რეალურად მე მგონი აქ სხვა რამეში არის საქმე. სინამდვილეში ეს აქცია სულ არ ისახავდა მიზანად და არც ისახავს ამ რაღაც 4 თუ სხვა რაღაცა მოთხოვნების დაკმაყოფილებას. აქ ერთმა კაცმა შეისრულა თავისი საწადელი და აფიქსირდა როგორც ოპოზიციის ლიდერი. მე ძალიან გთხოვდით რომ ერთხელ გაიმეოროთ გოგა ხაინდრავის სახე, როდესაც აი პირდაპირ მის ჯანებში შემოვიდა პატარკაცშვილი მიტინგზე და გაიმეოროთ საერთოდ რა მსგავსობა იყოს, ფეხები დაუკოცნეს იქვე ამ ხალხის თვალწინ. და აქედან გამომდინარე ეს ოპოზიცია ხო აღარ არსებობს საერთოდ. არის მაგათ კრებითი სახე ბადრი პატარკაციშვილი. ამასთანავე არის ხალხი, ბატონო გივი. აი ხალხსაც აქვს ეს მოთხოვნა, რომ ჩატარდეს არჩევნები გაზაფხულზე, აი მომიტინგეებს გულისხმობ.
მომიტინგეებს კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება აყვირო ერთი დღეს ბადრი, მაგრამ ყველა გაერკვევა ახლა ხვალდაზე გვისთან აქვს საქმე. ბადრი პატარგაჩვილი სახალხო ლიდერი ვერ გახდება და მომიტინგეებს გარწმუნებ ცალ-ცალკე რო კითხოთ, არც ერთ მომიტინგებს არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, გაზაფხულზე იქნება არჩევნები თუ შემოდგომაზე. ეს დეტალებში ეს ადამიანები ვერ ერკვევიან და ეს ნორმალურია და წესიერი. არც ბადრი პატარგაჩვილი არ ერკვევა ეს დეტალებში გარწმუნებ და საერთოდ წარმოდგენა არ აქვს საარჩევნო კოდექსზე. მას აქვს თავისი მიზნები, მას უნდა როგორმე დესტაბილიზაცია გააღარმაოს, ასე ვთქვათ, ფასი დაუგდოს ამ ქვეყანას და იაფად იყიდოს თლიანად. როგორც აი ეს ხალხი იყიდა, ეს ადამიანები, რომლებიც აი როგორც ეკიდნენ დღეს იმ კავშირგაბმულობის სამინისტროზე სათამაშოებად, ეგეთ სათამაშოებად ნამდვილად დემონსტრირება ჩაგვიტარეს დღეს პირდაპირ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ. ძალიან მოკლედ თუ შეიძლება დრო გვაქვს. როდესაც ბატონი საგარეიშვილი ამბობს, რომ ის ჩვენ ხალხს არ ხვდებით. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის შეხვედრილი 100-ჯერ მეტ ადამიანს, ვიდრე ყველა ეგ ლიდერი ერთად. და ჩვენც ყველანი სხვათაშორის. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე შეგახსენებთ გია ცაგარეიშვილი და გივი თარგამაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. რამდენიმე წუთში უკვე სხვა ახალ სტუმრებთან ერთად სტუდიაში დავბრუნდებით. გვადლობთ ახლა ეს ხო ახსენაია. დღევანდელი დღეს ინციდენტის გარეშე არჩეულია დაპირისპირების მთავარი მიზეზი ის ბანერი გახდა, რომელიც ყოფილი კავშირგაბმულობის შენობაზე იყო გადმოფენილი. ოპოზიციის აქტივისტების მცდელობას პლაკატი მოეხსნა, სერიოზული დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების ნაწილი შენობასთან შეიკრიბა და შიგნით შესვლას ითხოვდა, თუმცა სიტყვიერი მოთხოვნები მოგვიანებით ქვებმა ჩაანაცვლა. ლევან ჯორბენაძე საუბრობს პირდაპირ ეთერში. ლევან, რა ხდება ამ დროისთვის, ჩამოხსნეს თუ არა პლაკატი? მიუხედავად იმისა, რომ ნინო ბურჯანაძესთან